სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარი შეფასების შედეგებს აქვეყნებს. 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.6%-ია, ხოლო პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%. სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. 2026 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.6%-ით და აქედან გამომდინარე პირველი 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, ასევე მშენებლობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებმა. მიუხედავად ამისა, მცირე კლება შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. 2026 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 7.5%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა გასულ თვეში დაახლოებით 7.050 ახალი საწარმო, რაც თითქმის 14%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.